სახელითა მამისათა, დაძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა მრავალს დაგასროთ, თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ. გილოცავთ მარხვის დაწყებას. მარხვა მოგეხსენებათ ჩვენთვის სულიერი საზრდოა, იმიტომ რომ რასაც ორგანიზმს და ჩვენს სხეულს ვაკლებთ, ეს სულიერი შევსების სანაცვლოდ ხდება, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ როდესაც ნაკლებად ზრუნავ სხეულზე, ამ დროს მეტი დრო და საშუალება გეძლევა, რომ იზრუნო სულზე და ეს გახლავთ მარხვის ძირითადი მნიშვნელობა. იქ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს უკვე რა მიმართულებით იწყებს შენ ამას, იმიტომ რომ ვიღაცა ფიქრობს შეიძლება რომ მხოლოდ კვებითი პროდუქტების ცვალებადობა მარხვა, ვიღაცა შეიძლება ფიქრობს რომ მეტანიების გაზრდა ან ვიღაცა ფიქრობს რომ რაღაც სხვა საქმეების შედა, სინამდვილეში ეს იცით როგორ არის. აი საკუთარი თავი თვითონ უნდა იპოვოს ადამიანმა. მარხვას როგორ აღასრულებს, მარხვას როგორ შეუდგება. სასურველია რომ ეს მოძღვართანაც შეათანხმოს, რომ რაღაცა თვითნებობაში არ გამოვიდეს, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცები ეჩვენებოდეს, ასეთი რამეც მინახავს, რომ ეჩვენებოდა ნამდვილად ადამიანს, როდესაც ამბობდა რომ მოდი მე ასე ვიმარხულებ და არ იყო ეს სწორი. ამიტომაც სასურველია მოძღვართან მაინც შეათანხმოს, მაგრამ არის ჩვენ შორის, მათ შორის მეც თქვენი მონამორჩილი, რომელსაც თქვა კვებითი მარხვა რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემის გამო არ შეგვიძლია, მაგრამ სხვა რაღაცა მიმართულებას უნდა მოვკიდოთ ხელი. მაგალითად, არსებობს ასეთი წიგნი ბიბლია, რომელიც სულ ხელში უნდა გეჭიროს და რომელსაც უნდა ძალიან ხშირად ფურცლავდე, კითხულობდე და ცდილობდე ანალიზი გააკეთო იმ წაკითხულ. ბევრი გვერდი წაიკითხო კი არა, ანალიზი გააკეთო თუნდაც ერთი წინადადებისა, რომელიც იქ ამოიკითხე. ამიტომაც, რადგანაც ბიბლია ვახსენეთ, ჯერ ვისაუბროთ იმაზე, რაც დღეს იქნა წაკითხული. მე 60 ქულოს განმარტებას შემოგთავაზებდით დღევანდელ დღეს, თუმცა კი პარალელურად რამდენიმე სიტყვასაც ვიტყოდი დღევანდელ წაკითხულ სახარებაზეც. ეს იყო ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს მეოთხე თავი. ეფესელთა მიმართ ეპისტოლე ჩვენს წინა ქადაგებაში ჩვენ ვახსენეთ თუ როგორ და რანაირად მოხდა. პავლე მოციქული ამ დროს პატიმარია, როდესაც ეფესელებს ამას წერს და ძალიან მეტი საშუალება აქვს უფრო იმისა, რომ დრო მეტია, პატიმრებს დრო მეტი აქვთ ხოლმე, რომ რაღაცა გასაქცევი არსად არ არიან, არც საყიდლებზე, არც რაიმე საზრუნავი არ აქვთ, ამიტომ შედარებით უფრო ისეთი ეპისტოლეა, მინდა გითხრათ, სადაც პავლემ დამჯდარია და არავინ არ მოსდევს, არც დევნაში არ იმყოფება და ისე წერს ამ ეპისტოლეს. სულ 6 თავისგან შედგება ეპისტოლე და რატო გიყვებით ამას ეხლავე გეტყვით. გაყოფილია შეიძლება ითქვას შინაარსობრივად შუაზე. სამი თავი შედგება იმისგან, რას წერს პავლე ეკლესიის ერთობის შესახებ, რომ ქრისტე არის თავი ეკლესიისა და ჩვენ ვართ სხეული ამ ეკლესიისა და ამ თავის გარეშე ვერც სხეული ვერანაირად ვერ იარსებებს და თუ ამ სხეულის შემადგენელი ნაწილი არ იქენი, ისე ქრისტესთან კავშირი არ გექნება და შემდგომი დარჩენილი 3 თავი, ანუ მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ეძღვნება უკვე ადამიანურ შეგონებებს. თუ როგორ უნდა იცხოვრო აი ამ სხეულში, თუ როგორი უნდა იყო და ვინ უნდა იყო. და ამიტომაც ასე იწყება მეოთხე თავი. ამგვარად მე პატიმარი უფალში. პირდაპირ წერს პატიმარი უფალში. ოღონდ ამასაც ორი გაგება აქვს ყოველთვის დაიმახსოვრეთ. პატიმარი უფალში რას ნიშნავს? იცით რომ ერთი მართლაც პატიმრობაში იმყოფება, დაპატიმრებულია და ბორკილები ადევს, მაგრამ მეორე არის ტყვეობაში უფლის სიყვარულით. სიყვარულმა დაატყვევაო სიტყვა, ხო გაგიგიათ ესა? ვიღაცის სიყვარულით დატყვევებული ადამიანი გინახავთ? საკუთარი თავიც ხომ გაგახსენდეთ შეიძლება რაღაც ამ სიტუაციაში, რომ თქვათ როგორ ხართ ეს მდგომარეობა როგორია, დატყვევებული სიყვარულისგან როგორია, გამუდმებული ფიქრი მასზე, ვინც დაგატყვევა ამ სიყვარულით. და პავლე არის დატყვევებული ამ შემთხვევაში ღმერთით, შეიძლება ასე ითქვას, იესო ქრისტეთი კონკრეტულად, ვისი გამოცხადებაც მას ჰქონდა იმ სასწაულებრივად, რაზეც ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია. და ამიტომაც, როდესაც ამბობს პატიმარი უფალში, ნიშნავს პირდაპირი მნიშვნელობითაც ბორკილდადებულ პატიმარს და არაპირდაპირი მნიშვნელობით დატყვევებულს ქრისტეს სიყვარულში.
მე პატიმარი უფალში შეგაგონებთ, მოიქცეთ ისე, რომ ღირსი იყოთ იმ მოწოდებისა, რომლითაც მოწოდებულნი ხართ. იცით რას ნიშნავს ეს ღირსი იყოთ იმ მოწოდებისა, რომლითაც მოწოდებულნი ხართ? ყველანი ხართ მოწოდებულნი ქრისტეს მიერ. ყველანი ხართ მოწოდებულნი ღმერთის მიერ, რომ იყოთ კარგი ქრისტიანები. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე რომ მომიწოდეს ქრისტეში და გავხდი ქრისტიანი და მართლმადიდებლობის რაღაცა შეცნობა დავიწყე, ამისთვის ახლა დავყარო უნდა ყველაფერი და გავიქცე სადღაცას უდაბნოში გადავიხვეწო. ან სასულიერო პირობა მოვინდომო, ან რაღაცა საქმიანობა მივატოვო. არა, პირიქით არის ეს. კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე წერს, ვინც რა მოწოდებაში ხართ, იმაში დარჩით, ნუ გაექცევით ამას. და გეტყვით, რასაც გულისხმობ. ჩვენ ძალიან გვჭირდება მართლმადიდებელი პოლიციელები მაგალითად. თუ ვინმე მოექცა და გახდა მართლმადიდებელი და არის პოლიციელი, მან პოლიციელობა კი არ უნდა დატოვოს. ის საქმიანობა უნდა დატოვოს, რაც ქრისტიანობას ხელს უშლის. პოლიციელობა კი არ უშლის ხელს საქმიანობას, იმიტომ რომ იქ არის ისეთი კანონები, რომელი კანონითაც უნდა იხელმძღვანელო. შენ თუ ხარ პოლიციელი და სარგებლობ შენი პოლიციელობით, ან ქრთამს იღებ, ან ძალადობ, ან რაღაცა საშინელებას ჩადიხარ, აი ამის დატოვებაზეა ლაპარაკი და არა შენი პროფესიის დატოვებაზე. ჩვენ გვჭირდება მართლმადიდებელი პოლიციელიც, მართლმადიდებელი ექიმიც, მართლმადიდებელი მასწავლებელიც და მართლმადიდებელი მეწაღეც. ამიტომაც იმ პროფესიის რა მოწოდებაშიც ხარ, ამის დატოვებაზე კი არ არის ლაპარაკი. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ შენ უნდა გახდე, ქრისტიანობა უნდა შეიმეცნო ისე, რომ აი ეს შენი პროფესია აქციო ქადაგების საშუალებად. ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა დღეს რა არის, იცით რომ? მე ვფიქრობ, რომ ადამიანებს არ უყვართ თავისი პროფესია. და ეს რაში ჩანს, იცით რომ? მაგალითად შეუძლია ვიღაცამ დატოვოს თავისი პროფესია და წავიდეს იქ, სადაც არაფერი არ ესაქმება. არაფერი საერთოდ. და განსაკუთრებით პოლიტიკაში. განსაკუთრებით, მინდა გითხრათ. ან ბიზნესმენს რა უნდა იქ, ან ექიმს და ან სპორტსმენს. შეიძლება იყოს ვიღაცა გამორჩეული ნიჭის პატრონი, რომელსაც ადმინისტრაციული მართლობის საშუალება აქვს, ისეთი გამოცდილება და ნიჭი აქვს, რომ რაღაცნაირად დაუძახო და კონსულტაციების თხოვო მას, მაგრამ შენ თუ შენი პროფესია გიყვარს, ამას ტოვებ და იქ მიდიხარ, რაც არ იცი. ამიტომ იცით ჩვენს ქვეყანას რა დღეშიც არის, დღევანდელ დღეს და რა სიტუაციაშიც ვარ და ეს არის შედეგი ყოველივე ამის. ეს არის შედეგი ადამიანები, რომლებიც რაღაცა თავისი პროფესიით უნდა მუშაობდნენ, უნდა მეპურეს, ხო იცი, პურს უნდა აცხობდეს და ამ დროს მას ეუბნებიან, რომ შენ ახლა მშენებლობაზე უფრო მეც გადაგიხდით და ამიტომ წამოდი მშენებლობაზე. ოღონდ მშენებლობის გამოცდილება კი არ აქვს ამ კაცს. მაგრამ მიდის, იმიტომ რომ მეც გადაუხდია. ასე არის თითოეული ჩვენგანი, რომელიც ვტოვებთ რაღაცა იმას, რაშიც ვიყავით მოწოდებული. ქრისტიანი რომ დაგერქვა სახელად, არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დატოვო შენი საქმე. პირიქით, შენი საქმე უნდა გააგრძელო ისე, რომ სხვამ შენ რომ შემოგხედავს, მოუნდეს ქრისტიანობა. არა ვთქვათ მეპურეობა და მასწავლებლობა ან ექიმობა, რა პროფესიის შეიძლება თქვენ იყოთ. არამედ მოუნდეს უნდა, რომ კარგი ქრისტიანი გახდეს და დარჩეს ისიც თავისივე საქმიანობაში. და არა ისე, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ, რომ ადამიანები, რომლებიც ვერ პოულობენ აქ თავის თავს, იძულებულები არიან, გაჭირვების გამო გაიქცნენ და სხვაგან მოიპოვონ სარჩო და სააბადებელი, ან მეორე უკიდურესობა არსებობს, რომ თუ კი მოახერხებ იმას, რომ გაძვრები სადღაცას მაღალ ეშელონებში, ან საკუთარი ბიზნესის დასაცავად, ან ბიზნესის დასაწყებად, გადასერევია თურმე პოლიტიკაში ყოფნა და ამას ჩვენ ყოველდღე უყურებთ, არავის არ გიკვირთ ახლა ეს რასაც ვლაპარაკობ. იმიტომ რომ არ შეიძლება ქვეყნის მართლობა ჩაბარდეს ისეთ კაცს, რომელსაც არ უყვარს თავისი ქვეყანა. ახლა თქვენ იტყვით, ვის არ უყვარს თავისი ქვეყანა? ყველა გულზე ჯიღს დავიბრახუნებ და მეც მიყვარს, იმასაც უყვარს. განსხვავება იცით რა არის, რომ აი ამ სიყვარულში ჩვენ გვერევა ერთი რამ, ეგოიზმი და ქვეყნის სიყვარული. რას მივცემ მე ჩემს სამშობლოს, ეს არის სიყვარული და არა ის, რას მომცემს მე ჩემი სამშობლო.
თქვენ ნახეთ ბიბლიური წინამძღვრები ვინ არიან? ვინ აირჩია ღმერთმა, რომ ყოფილიყო მისი ერის წინამძღოლი? მაგალითად აბრაამი აირჩია, მაგალითად მოსე აირჩია, მაგალითად დავით მეფსალმონე აირჩია. აი სამი კაცი დავასახელი. ამ სამიდან სამივე მწყემსი იყო. 40 წელიწადი ჰქონდა მოსეს მწყემსობის სტაჟი და ამის შემდგომ მორჩა მისი გამორჩევა, რომ ერის წინამძღოლი უნდა გამختارიყო. იცით რატომ? იმიტომ რომ მან იცოდა ამ ფარას როგორ უნდა მოევლო ამ ფარს, სად წაეყვანა, როგორ დაეპურებინა და გელი და დათვი რო გამოხდებოდა, კი არ გარბოდა და კი არ იმალებოდა. ხელ და ხელ შეებმებოდა და ასე იყო დავით მეფსალმონეც. ეს რას ნიშნავს, იცით რომ? განა ის რომ ცხვარი ენანებოდა, სტუმარი რომ ისულიყო, შეიძლება 10 ცხვარი დაეკლა მისთვის, მაგრამ არ დაანებებდა ამას მგელს და დაცვდა უცხო იმას რა ქვია, რაღაცა ველურ ხეთს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ესეთი თავგანწირვა შეეძლო თავისი ფარისთვის და ასეთი თავგანწირვით თუ არ არის ადამიანი, რომელსაც ჩაგაბარებენ შენ ერის ხელმძღვანელობას, იცოდეთ რომ დაღუპულია ის წინამძღოლიც და ფარაც არ მიდის თლად კაი გზაზე მინდა გითხრათ. ამიტომაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რაც აქ წერია, რომ ღირსი იყოთ იმ მოწოდებისა. ღირსი იყოთ იმ მოწოდებისა. მასწავლებელი რომ ხარ, ღირსეული მასწავლებელი უნდა იყო. ექიმი რომ ხარ, ღირსეული უნდა იყო. მოინდომე, შენ თვითონ თუ მოინდომე პოლიტიკანობა, მაშინ კეთილი ინებე და ღირსეული იყავი, იმიტომ რომ ეხლა ბიზნესმენს რო პოლიტიკოსობა მოგინდა, შენ ბიზნესის თვალით არ უნდა შეხედო ამ პოლიტიკას და არ უნდა თქვა, რომ ევროპა ცუდია, იმიტომ რომ ვერ ვიშოვი მე იქ ფულს, იმიტომ რომ თურმე არ მოსულა რაღაცა კონვერტებში ფულის ჩადებით საქმის კეთება. სამაგიეროდ ირანი კარგია, იმიტომ რომ ირანში კაცების გათხოვება არ მემუქრება, სამაგიეროდ ქალებისა მემუქრება. ნუ გაგიგიათ ასეთი? ხო შეიძლება რაღაცა დარჩეს წმინდა, რომელსაც არ შეეხება ადამიანი. მაგალითად ის რომ არ გაყიდო ქართული მიწა. ეს არ თქვა პატრიარქმა, არ გაიმეორა საზოგადოებამ, არ ვთქვით თითოეულმა ჩვენგანმა, მაგრამ არ აქვს, თავაზობენ რაღაცა დიდ ბიზნეს გეგმებს. ამიტომაც ღირსი იყოთ იმ მოწოდებისა ნიშნავს იმას, რომ აი ეს სიტყვები დამსჯელად ექცევა ყველა იმ ადამიანს, ვინც ღირსი არ იქნება ამ მოწოდებისა. და ყველას უნდა ეშინოდეს ამისი. არა მარტო იქ, ვინც დგას იმ სათავეში. უნდა ეშინოდეს ყველას, ვინც დგას ამბიონზე და ღირსი არ არის ამ მოწოდების. ვინც დგას, თქვათ, იქ პედაგოგიურ სამსახურში და ვინც სამედიცინო და ვინც რა მნიშვნელობა მუსიკალური ინსტრუმენტთან ზის თუ არ აქვს მნიშვნელობა. სადაც არ უნდა იყოს ქრისტიანი რომ ქვია, ღირსი უნდა იყოს ამ მოწოდებისა. რომლითაც მოწოდებულნი ხართ, მთელი თავმდაბლობით, სიმშვიდითა და სულგრძელებით შეიწყნარეთ ერთმანეთის სიყვარულით. ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის კავშირში. ერთი სხეული და ერთი სული, როგორც მოწოდებულნი ხართ, კიდეც თქვენი მოწოდების ერთ სასოებაში. მე დაუბრუნდები ამ წინადადებებს, მაგრამ ჯერ ჩავამთავრე ბოლომდე. ერთი უფალი, ერთი რწმენა, ერთი ნათლისღება, ერთი ღმერთი და ყოველთა მამა, ყოველთა ზედა, მოქმედი ყოველთა მიერ და მყოფი ყველაში. აი ეს გახლავთ ფორმულირება შეიძლება ესე ითქვას, როგორ შეიძლება ჩვენ შევადგენდეთ ერთ სხეულს ქრისტესას. თუ ვინმე ასე არ არის, თავმდაბლობა თუ არ აქვს, ამ სხეულში მას არაფერი საქმე არ აქვს. ვერ მოთავსდება ფიზიკურად. მთელი თავმდაბლობით, სიმშვიდითა და სულგრძელებით, სულიერი ნაყოფების შესახებ, გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ჩვენ მახსოვს რომ ვისაუბრეთ, სადაც წერს სულიერი ნაყოფი რა არის? სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, ერთობა, სულგრძელება, მარხვა, მოთმინება, ესე ვითართათვის არასძე. ანუ ამათთვის კი არ დაწერილა ეს ჯული, იმიტომ რომ ესენი თავისთავად აღასრულებენ ამ ჯულს, ვისაც აქვს ეს შეძენილი. ვისაც არ შეუძენია, უნდა შეიძინოს, რომ ამ სხეულის ნაწილი იყოს და არ განეშოროს ამ სხეულს, რომელსაც ქრისტეს სხეული ქვია. ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის კავშირში.
ეს სიტყვა რას ნიშნავს, რომ თუ მშვიდობიანად არ შემიძლია მე ამის შენარჩუნება, გულისხმობ რას? თუნდაც უსამართლო ტანჯვა მივიღო, თუნდაც უსამართლო ლანძღვა მივიღო, თუნდაც უსამართლო ჩაგვრა მივიღო. თუ მშვიდობით და სიყვარულით არ შემილია ამისი მოთმენა, ამისი ახსნა და განმარტება, მაშინ ამ სხეულში მე არავითარი ადგილი არ მაქვს. ერთი სხეული და ერთი სული რას ნიშნავს? ერთი სხეული არის ეს ეკლესია და ერთი სული აქვს მას, ქრისტესი, სულიწმინდა რა თქმა უნდა. ერთი ღმერთია, ქრისტე და სულიწმინდა, სხვადასხვა ხომ არ არის, მაგრამ სხეულს ვასახელებთ როგორც ფიზიკურს და სულს ვასახელებთ როგორც სულიერ მდგომარეობას. ადამიანის ხვასია შემდგარია რა, სხეულისგან და სულისგან, მაგრამ ერთი მთლიანია. ერთი სხეული და ერთი სული, ისევე როგორც მე ვარ ერთი, შევდგები სხეულისგან და სულისგან. ასევეა ეკლესიაც. ერთი სხეული უნდა ვიყოთ და ერთი სული უნდა გვმართავდეს ჩვენ და არა ისე, ვისაც როგორ გაუხარდება, რომ ისე ახსნას ან განმარტოს წერილი, ან ისე იცხოვროს, როგორც მოუნდება და თავისი ცხოვრება მოარგოს წმინდა წერილის რაღაცა იმ გარკვეულ მონაკვეთებს. სექტანტებმა რო იციან, თითო მუხლს რო წაიკითხავენ და შემდეგს არ წაიკითხავენ, იმიტომ რომ ის არ აწყობთ. არა, ასე არა, ერთი სხეული და ერთი სული. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. როგორც მოწოდებულნი ხართ, კიდევ ერთხელ იმეორებს, თქვენი მოწოდების ერთ სასოებაში, ერთი უფალი, ერთი რწმენა, ერთი ნათლისღება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთია. ნათლისღების შესახებ სხვათა შორის კითხვები რო ჩდება, რომ ჩემი ნათლია თურმე ის ყოფილა, რა ქვია, მოუნათლავი, მე რომ მომნათლა და თავიდან უნდა მოვინათლო. ორჯერ ნათლობა არის ძალიან დიდი ცოდვა. არაფრით არ შეიძლება. მეცაც გეტყვით, ერეტიკოსები რომ ნათლავდნენ ადამიანს, მათი მიღება ეკლესიაში იცით როგორ ხდებოდა? ნახავდნენ რომ ამ ერეტიკოსებს თუ არ ქონდათ სამების ფორმულაში რაიმე მცდარობა, რას გულისხმობ, იცით რომ ნათლავდნენ მამის, ძისა და სულიწმინდის სახელით, მას ღებულობდნენ მხოლოდ მირონცხებით. არავითარ ნათლობას მას არ უტარებდნენ. უფრო მეტიც, კანონი იყო ასეთი, ვინც ერეტიკოსის მიერ მონათლოსო მეორედო ადამიანი, მონათლოს მეორედო, ერეტიკოსზე უარესია ეს ადამიანია. ამიტომ ერთი ნათლისღება მამის, ძის და სულიწმინდის სახელით. ასეთი იყო ეს კანონი, ოღონდ ეს ფორმულა თუ არ, იმიტომ რომ ერეტიკოსი შეიძლება იყო, რომელიც არ ღვევდა ამ ფორმულას და მამა, ძეს და სულიწმინდას არ ამბობდა. და სამჯერ არ შთაფლავდა მაგალითად. თუ იყო სამების სახელით, სამი შთაფლით, ასე ხდებოდა ეკლესიაში მიღება. ერთი ღმერთი და ყოველთა მამა, ყოველთა ზედა, მოქმედი ყოველთა მიერ, ყოფი ყველაში. აი ამ სხეულს ერთი მამა ყავს, რომელიც უნდა იყოს მოქმედი და რომელიც უნდა იყოს მოქმედი, რას ნიშნავს ეს სიტყვა მოქმედი, კვლავ უნდა გავჩერდე, არ მინდა თან დაგღალოთ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ მოქმედი ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში რომ მოქმედებ შენ, ხარ არის თუ არა შენი მოქმედება შეთანხმებული მამისეულ ნებასთან. იმიტომ რომ ლოცვას ხომ ამბობ დილით რომ იყავ ნება შენი. თუ გინდა რომ მისი ნება იყოს, მაშინ კეთილი უნდა ინებო და ისე უნდა მოქმედებდე როგორც მისი ნებაა. ამიტომაც დიდი სიფრთხილით, დიდი თავმდაბლობით, დიდი მღვიძარებით, რომ სულის მღვიძარებას გულისხმობ, ამაში რომ ადამიანი გაფაციცებული იყოს, რომ არ გამორჩეს რაღაცა მოვლენა თავისი სულიერი მდგომარეობისა, რომ ამ საერთო სხეულს არც განეშოროს და ამ საერთო სხეულში მყოფმა რაღაცა არ მიატოვოს საქმიანობა თავისი, რომელშიც მას ღმერთმა მოუწოდა მასწავლებელს მასწავლებლად, სპორტსმენს სპორტსმენად და მუსიკოსს მუსიკოსად და არა პირიქით, არა აღრევით, არა საქმის უკუღმა დაყენებით, რომლითაც ირღვევა, როგორც ახლა აშლილ ინსტრუმენტზე, როგორი კარგი მუსიკოსიც არ უნდა იყო, დაუკრავ, ვერაფრით ვერ დაუკრავ. ზუსტად ესე არის, აშლილი ინსტრუმენტია, როდესაც ადამიანები მიატოვებენ თავის საქმიანობას და გადაერთვებიან იმაში, რაც არ იციან, რაც არ უყვართ და რაც მხოლოდ და მხოლოდ პირადი გამორჩენის მიზნით შეიძლება ხდებოდეს. ამიტომაც გაფრთხილდით, რომ ჩვენ ცხოვრებაში ასე არ მოხდეს. გაფრთხილდით, რომ ამარხვაში განსაკუთრებული თავმდაბლობა შევიძინოთ, განსაკუთრებული ლოცვები აღვავლინოთ, რომ გადარჩეს ჩვენი სამშობლო, გონება გაუნათდეს ყველა იმ ხალხს,
ვინც არაზროვნებს ქრისტიანულად და სახელმწიფოებრივად, რომ ეს ერთმთლიანობაში რაღაცნაირად შეადგენდეს ერთ ქრისტეს სხეულს სადიდებლად მამისა, ძისა და სულისა წმიდისა. ამინ.